მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. 4 თებერვალი. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გავადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი მეყოლება ჩემს გადაცემაში. და სანამ მოვიწვევდე დღევანდელ სტუმარს, მინდა ერთი ლამაზი სიმღერა გიმღეროთ. მხოლოდ თქვენთვის. ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო. მინდა მოვიწვიოთ ჩემს გადაცემაში დღევანდელი სტუმარი. ესტრადის და ცირკის მსახიობი, ილუზიონისტი ბატონი ილია გაბულია. თო ბატონი ილია, მოგწონდით. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. დიდი მადლობა რომ მოგწონდით ჩემს გადაცემაში, მოიცალეთ და გამონახეთ დრო. გაიხარეთ. როგორი განწყობით ახლა? ძალიან კარგი განწყობი. აი შემართებით ალბათ, ხო? იგინეთ. მაშინ თხოვთ დაბრძოლეთ. რადგანაც კარგი შემართებით. დიახ. კარგი განწყობით ახლა მოსული, დავიწყოთ. დავიწყოთ. მაშასე პირველი შეკითხვა და პირველი კითხვა ბატონ ილიას. ვინ არის ილია გაბუნია? ილია გაბუნია არის ესტრადისა და ცირკის მსახიობი. ქუთაისში როგორც მომნახლა მაშინ დევი სახრედიანმა, ფილარმონიის დირექტორი და რეჟისორი. ორი სახელი გაბი ფსევდონიმი და ილია გაბუნია. ჩემი ცელი ცხოვრება აი ამაში შევალე რა და ვარ ამ ცხოვრებით. დღესდღეობით ასე მოვიტანე. ძალიან კარგი. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი. რა გინდოდა ბავშვობაში ყოფილიყავი? ბავშვობაში ყოფილიყავი მინდოდა მსახიობი. დავიბადე აბაშის რაიონი, ერთ-ერთი სოფელი ეწერი, ულამაზესი, კაი კულტურის სახლი იდგა. სამწუხაროდ დღეს ნოზე კულტურის სახლი როგორც ყოფდა. და იქ კაი კინოები მიდიოდა ამ კულტურაზე, ჩამოდიოდნენ ფილარმონიიდან მსახიობები და აქედან ბავშვს დამებადა აზრი. რომ გავწარებავი მსახიობი. და მივახსია. ძალიან კარგი. ბავშვობის თბილი მოგონებები. თბილი მოგონებები, აი ყოველთვის ახლა შეიძლება ბევრჯერ გავიმეორო. ჩემი ბავშვობა ჯარის წასვლამდე, 20 წლამდე ამ სოფელში გავატარე. თბილი მოგონებები მაქვს, თვითონ ხალხი თბილი. ყურადღებიან, ურთიერთ პატივისცემა, დახმარება,
ამ სოფელში იყო ისეთი ხალხი, ის 50-50 მელექსეებიც იყვნენ, მომღერლებიც იყვნენ, ყველანაირი ხალხი იყო და ქმნიდა თბილმოღონებს და კარგმოღონებს. ჩემში ეს არის. რასაც შეეხება ბავშვობის. რასაც შეეხება ბავშვობის პირი ვიყავით, თამაშობდით, ვერ თამოდით ამ სოფელში, რომელიც დღეს არ არის. ოცნება, რომელიც არ გიხდათ. ოცნება არის ბავშვობიდან, მერე არის უფრო შევეხები უკვე დასრულ ოცნებას. ჩემი ოცნება იყო ოჯახი შემექმნა, ხელოვანი ოჯახი, სადაც სიმღერაზე გვიჟდებოდა საერთოდ. რო ჩავაბარე საესტრადო სასწავლებელში, იქ უკვე 26 წლის ვიყავი, გადავწყვიტე და ავირჩიე მეუღლე, ლამარა გაბუნია, დაბიშვილი ასეა. ეს ჩემი ოცნება იყო, რომ ჩემ სახლში ყოფილიყო ყოველთვის სიმღერა, მუსიკა და ვიცოდი როგორ განვითარდებოდა ოჯახი. თუ ხელოვანი ხარ, თუ მეუღლე გვერდითაა და უბებდა. მართლაც ორი შვილი გამეზარდა, ორივე მუსიკოსები და ყმაყოფილი ვარ. ერთი სუხიშვილებშია, მეორე კიდევ უნიჩერის მუსიკოსი. მუსიკოსები. აი ეს ოცნება ავიხდი. თვითონ საბაძის მოსწავლე იყო, შეესაბამდა დაამთავრა ჩემთან და დაუშვი ასწავლე და ბევრი ის. თქვენი პირველი წარმატება? ჩემი პირველი წარმატება თუ ჩავთვლით ახლა აი იმ პერიოდს, როგორც ვამბობ ხელოვნებას, იმ სოფელში შევქმნი ანსამბლი ღიმილი ასე დავარქვი და იქ მომღერლები იყვნენ, სკეჩები იდგებოდა ასეთი ენით და აი წარმატება იყო ჩემი საილუზიო წარმატება. ის პირველი წარმატება. რომელსაც ბავშვობაში მივაღწია, ეს იყო 16 წელი. თქვენი პირველი ფოკუსი ან ილუზია, რაც თავიდან დაიწყეთ. როგორ? თქვენი პირველი ფოკუსი. ხო. ან ილუზია, რაც თავიდან დაიწყეთ. ისევ ეს დავიწყე ისევ იმ კულტურის სახლში, სადაც ვიყავი. აბაშაში, სოფელ ეწოში. იქ დავიწყე, იქიდან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი ის. შემდეგ უკვე უახლოვდებოდი იმას და უკვე ჯარში იქ აფიცერთა კულტურის სახლში ამეყოლეს პაშინდა და აი წარმატებებს იქ მივაღწია, რადგან იქ მაღალი დონე იყო. ეს იყო ჩიტა, ქალაქი იმის გვერდზე, პეტროვზაბაიკალე. სადაც რეჟისორები იყვნენ, აფიცერები. მეტად ბევრი რაღაცა ვიცოდი, სცენური მოძრაობები და ბევრი რაღაც. რადგანაც თავიდან როგორც წარგადგინეთ, ესტადის და ცირკის მსახიობი. სამწუხაროდ კარგი ცირკი ყავდა. თბილის, რომელიც დღესდღეობით აღარ არის. და აი, მე ვიცი თქვენი ის მონაყოლი გაქვთ, მაგრამ მაყურებელს რომ გავანდოთ, აი, რატომ და რისთვის არ არის ეს ცირკი თბილისში. საბჭოთა კავშირის დაშლა ბევრ რამეს შეეხო. ბევრმა არ იცის ახლა რომ ეკითხები ზოგჯერ, ცირკი როგორ არა გაქვს? ცირკი გაქვს, მაგრამ ის შენი არ არის, ის გაიყიდა. ეს ცირკი იყო კონვეიერული სისტემა. შედიოდა მოსკოვის გაერთიანების. შენობა არის, მაგრამ აღარ არის. აღარ არის, ხო? თბილის არ აყავს. არ აყავს, შენობა არის. ჟანგლერები ყავდა, ის დასი იყო, თვითონ ქართული დასი. ქართული დასი. რომელიც დაუშვათ მანამელქაძე. სოფლიოში ამ ქალმა პირველმა შექმნა ცხენებზე მოჯილითეთა ჯგუფი. არ არსებობდა ორდერი, ბუდიონიდან დაწყებული. ძველი მსახიობი იყო, ულამაზესი, მაგარი ცხენზე საერთოდ მოჯილითა გოგო. ყველანაირი ჯილდო ჰქონდა და ეხლა სამწუხაროდ ვიტყვი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. ცირკი რო გაიყიდა, ცირკში არ შეუშვეს ეს კაცი. და სოფლის კარგი მუსიკოსებიც ყავდა, რომელიც აუკეთებდა. ორკესტრი უკრავდა იქ. და ბოლოს იყო ჩვენი გია ყარყარაშვილი, რომელიც გია ყარყარაშვილი უკრავდა სამწუხაროდ გიაც არ არის ეს. კარგი დასი ყავდა, აკრობატები ყავდა. კი. და კლოუნები ყავდა ფიფაში. და ჩვენგან წასული, აი ემიშიანი ასეთი ბიჭი, რომელიც კიევში გავხსნა იქ საცირკო ჯგუფი და სტუდია. ჩვენია, ჩვენ დავკარგეთ. ფილოსიანი უდიდესი კლოუნი, თითქმის ტოლფასია ის პოპოვისა და ისიც
გერმანიაში წავიდა იმ მოსკოვში დატოვა. და ასე ბევრი ყავდა ჩვენ საერთოდ მსახიობები. უნიჭიერესები. უძლიერესები. ყავდა. საფრთხე და არ არის ერთად დღეს არ არსებობს ცირკი, რო ვთქვა. შენობა არის. დავიტოვო ბერია. ხო და რაღაც უნდა ჩვენ ისევ მსახიობებმა ხელოვანმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ, რომ აი ცირკი ისევ დაგონდეს და აღდგეს. ის დასი რაც ყავდა, მახსოვს, ახალსი რა ჩემთან იყავით მოსული სულ გორის და ვისაუბრეთ უბრალოდ კულისებს მიღვა და გავიხსენე რომ ბორის ცირკულის პერიოდში ვიყავით მსახიობ კლოუნი. და მახსოვს ის წლები, რასაც მე დასი იყო წინვალე და ის დასი უნდა აღდგეს. ნიჭიერი ახალგაზრდა მოდის. ისაც იყო საესტრადო უნდა აღდგეს, რომელიც იყო თეატრალურ ინსტიტუტში. აი ეს ასეთი ლაპარაკი ზოგს წყინს. მე ახლა გავახმოვანე კიდეც იმაში, რომ თუ მიწვევ, არ მითხარი, რაც არ შეიძლება არ მიტყვი, თუ კითხვას მისვა, მე უნდა ვთქვა რაც სათქმელი. ეხლა მე ადრე პირველი გადაცემა იყო, პირველ არხმა, მთავარ მარხმა, საზოგადოებრივ არხმა, პატარა ქართველები ასეთი გადაცემა გააკეთა, მე იქ ვამბობ. მოვა დრო, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით, ყველამ დიდხანს უსურვებენ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაგრამ წლებს თავისი მოაქვს. აი თუნდაც დღეს ზურაბა დაჭყოლი აღარ აქვს. და ბევრი მსახიობი წავიდა. აი ახლა მერაბ ნიკაბაძე, უძლიერესი ცირკი მსახიობი ძალოსთან აღარ და ასე რომ ვერ ჩამოდი, ბევრი ნანამეყარი ხუთი. გავუხსევა ვიღაცა და ვეუბნები რომ მოვა. ეს საკითხი დადგება მაინც. და საზღვარგარეთიდან იქნება სპეციალისტები ჩამოსავალი. ჩვენ კიდევ არაფერს არ ვთხოვთ. არც ხელფას, არც არაფერს თუ აღსგა ისე. მაგრამ ჩვენ მოვესწრებით ამას მე თქვენ. არ ვიცი აი მაგრამ ფიქრობ მე რომ ჩემი დიდი სიხარული იქნება თუ აღსგება. პირველ რიგში. და ის შეაურებით ამბობდი ისე მიწში. როგორც ვიყავდა მოღვაწეობით. თუ ბავშვები გვიყვარს და ბავშვების აზროვნებას თუ მივაქცევთ ჩვენ ფსიქოლოგიურად ყურადღებას, ცირკი არის პირველი ბავშვისთვის სიხარული. რა ვიცი, ოცნებები და ყველაფერი არის ცირკი ბავშვებში. ილუზიონისტის გამოსვლა, კლოუნის გამოსვლა, აკრობატები, რომელიც საჰაერო ესენ გმირობას უჩვენებენ. ეს ყველაფერი იყო ბავშვისთვის. ეს ბავშვი წარსულს. ეხლა ზოგჯერ იწვევს ცირკი. მსახიობი იაფასიანს და როცა თქვენ მე და ჩემ ხალხს ნანახი გვაქვს ცირკი რა არის ნამდვილი ის არ შეესაბამება ეს პროგრამა იმას. მიუღებელია ბავშვის. ხო, არ არის საინტერესო არ არის უბრალოდ. ეხლა რაც შეეხება ჩვენ დარჩენილებს. სისხლის ვეხვეწები. დავწერთ წერილს განათლების სამინისტროში გვაქვს შექმნილი, მე მაგალითად მაქვს შექმნილი ცირკის სცენაზე. სადაც არის ჟონგლიორები, კლოუნები, ცხოველები და საშუალო ცხოველები, რომელიც გათვალისწინებულია, რომ ბავშვს ზიანს არ მიაყენებს, ძაღლები შოუ დაუშვათ და ასეთი სამხრეთ ამერიკის ეგზოტიკური ცხოველები. განათლების სამინისტროს უწევს რობოტებით ერთ და იგივე წერილი. რომ სკოლას ავტონომია აქვს და თვითონ გადაწყვეტა. სკოლაში რომ მიდიხარ, დირექტორი გეუბნება, ჩვენ აკრძალული გვაქვს ამ და ამ მუხლით. ერთადერთი რაც მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, ლომაიას დროს მქონდა მწვანე ანთებული სკოლებში. შევდიოდი დარბაზი არის, ეხლა რა შეეყიდო საქმე. ბავშვი უფასოდ რომ მიიწვიოს ცირკში ვინმე. მშობელმა ხომ უნდა წაიყვანოს. მშობელს დრო არ აქვს ზოგჯერ. რომ ბავშვი წაყვანოს. იქ სკოლაში დარბაზი არის. სკამები უზრუნველყოფილია. განათლებით უზრუნველყოფილია. თუ არა ჩვენ მიგვაქვს. დეკორაციული ფარდები, ყველაფერი. და ბავშვები მოყავს პედაგოგებს, დამრიგებლებს. ის ერთი საათი ნახე საცირკო წარმოდგენა და დაუბრუნდნენ კლასებს. ან მერე მშობლები აკითხავენ და მიიღო. ეს აიგრძალა მოკლედ. და ამგზავრალი ნიშანი საერთოდ ეს არის ყველაზე ადვილი. ამას არ მოგიტო, ხელი იმას არ მოგიტო, ხელი იმას არ. აი თავარი რა არის? აი ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ. აი ეს არის. ამგზავრალი ნიშანი რა.
ზოგჯერ ბავშვს დიან საერთოდ როგორ ამას არ მოგიდოხარ, იმას არ მოგიდოხარ, იმას არ არაფერი არ ხდება. არაფერი არ ხდება, მაგრამ ბავშვის გონება დაქვეითებული. აი ჩემი აზრი ასეთი. ბატონებია, მე მინდა გავუსვენო ის წლები, როდესაც მე ქუთაისში პარატმონესელებდა ორგანიზატორობდი ამ შოუ ბიზნესს. და გაჯობ ხარ და ჩვენთან სტუმრად ქუთაისში და საქართველოში გასტროლებს. აი თუ რამეს გაიხსენებით ამის შესახებ. ქუთაისში და აი არ მოგონებასაც და თუნდაც არა, სული ქუთაისში და საერთოდ არ გამახსენდება და რა ხდება, აი მუშაობის მხრივ უნდა მიუძღით. ქუთაისში რომ მივიდოდი, ასეთი საგასტროლო მოწმობა იყო. და ამ საგასტროლო მოწმობაში ეწერა, რომ აი ამ და წლამდე, ამ და თემდე გაქოქება. რომ მივიდოდი დაამთავრდებოდა. 20 წუთში ბილეთები იყო გამოწერილი და ისევ საგასტროლო. ეხლა თბილისის ფილარმონიაში მუშაობდი, ეცხენოს სტუდენტად ვინც გაიგებდა. ზოგჯერ თვეზე მეტი მიხდებოდა, აი ეს რო ამეო. მეორე სკოლებში იმ დროს შანშიაშვილი იყო, მე რომ მუშაობდი მაშინ. ქუთაისის მე კარგად გამახსენდება, მე არ ვიცი ეხლა დიპლომატია და აი პოლიტიკა. სკოლები მოწესრიგებული იყო, ყველა ფორმები ბავშვებს. ამი ღონისძიებას ესწრებოდნენ, მშობლებთან ერთად, მადლობას მიხდიდნენ და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგი გამახსენდება ქუთაისში. მითქომ ახალაფრით და ყველაფერი თვით კარგი. და შემდეგ მეორე გაყოფილებაც კი იყო. მეორე გაყოფილებაც კი იყო, პირველი გაყოფილების შემდეგ. და მე ეს ვიდეო გავუსვენე და მინდოდა გაიხსენებინათ, რომ ეს გასახსენებელია. რაც კარგია უნდა ითქვას. რომელიც დარჩება ყოველთვის რა. ქუთაისში თუმაჯურის ფილარმონია იყო ქუთაისში. ბათუმი, თბილისი და ქუთაისი და სოხუმი. და სხვა შორის ბატონებია, როდესაც აღმოსავლეთიდან ჩამოდიოდა ვინმე თქვა ორგანიზატორი და უნდა ჩაეტარებინათ დასავლეთის იმერეთის რეგიონში კონცერტი, უნდა მოსულიყო ფილარმონიაში, უნდა გაევლო რეგისტრაცია და ხო, საბუთი უნდა მოიტანა, რომ ჩვენ მოგვეცა მისთვის მიგვეცა ის საბუთი რომ ის ლიცენზია რა უბრალოდ ჩაეტარებია თუ სამტრედიაში ზესტაფონში ისი არ შეუშვება სამტრედიის ზესტაფონის კულტურის გაყოფილება იყო მაშინ არ შეუშვება თუ ფილარმონიდან არ იყო წების ისა რა თბილისის ფილარმონიის ჯგუფები როცა ჩავიდოდა იმერეთში ემორჩილებოდა ქუთაისის ფილარმონიას თუ ჩავიდოდა აჭარაში ემორჩილებოდა აჭარის ფილარმონიას თუ სოხუმში ჩავიდოდა იმერეთის ქუთაისის ასე შემდეგ და შემდეგი შეკითხვა და ეს კითხვებში არ იწება უბრალოდ რაც ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა ძირითადად კითხვები იწყება კიდე დანარჩენი. სად ატარებთ დროს უმეტეს ნაწილს გაგვიზებისას? უმეტეს დროს ეხლა ვატარებ ისე წყლოვანებაში ვარ, ამ დროს თუ შევეხებით სახლში და შვილიშვილებთან. ეს არის ჩემი შვილიშვილები, ჩემი პირველი წამალი. Uti shuli mqalda aimatan verto. Ze gaguzebish შემდეგ? ხო, რა, ეს რეჟისორი. ატარებს დროს შული. ფათაშულის მიზრიკილება ყველას ხელოვნებისკენ. და ამაზე საუბრობთ. ილუზიონისტებისკენ ხო არ არის, არ შვილები გაყვა ამას. არა. და არც შვილებს არ აქვს, არა, მუსიკისტები. ასული არის, არა, ხო? არა. ისე მაინც მამის სკოლას სკოლას მიგობიან. სამწუხაროდ ახლა იმ წლოვნებაში ვარ. მინდა ვინმეს რომ დაუტოვო ეს ხელოვნება. ვერ ვიპოვო ისეთი. რომ მიზრიკილება გქონდეს და სიყვარული ამ ხელოვნების მიმართ. არის ზოგჯერ მაბადია და მოვიდა ერთი ვარ. მომიყვანა ის ოჩა ერთად საცეკვაების ხელმძღვანელი. რო შევამჩნი ამბავს არა მიზრიკილება. რაღაც უნდა ვიცი რა უნდა რომ ფული უნდა აკეთოს. მოხარ ჯერ ბალანსს გასწავლე არა აბა რა გინდა ილუზიობა მინდა ისიც ვერ თქვა რომ ილუზიონისტი მინდა. სამ მომდენო კითხვაზე გადავიდეთ ბატონია ერთი რაღაც მინდა გითხრათ. ერთი ადამიანის სახელმწიფოს დავასახოს კოლმეურობის სახელმწიფოს დავასახოს თავმჯდომარის თქვენ კარგად იცით ეს ილუზია. ილუზიაში ხდება გაქრობა ადამიანის. ერთი ადამიანი, ჩემ ძალიან კარგი მოსაყოლეს ადამიანია, სახელმწიფოს დავასახელებ და ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს და ხანდახან ისე მაბრაზებს,
ხო არ შეგიძლია როცა მოყავთ კიდე აქ გამიქრა პროექტი მაინც გამიქრა გაქრობაზე ახლა თქვენ შემოხსენეთ ერთი რამ ილუზიონისტები საქართველოში ვარ საქართველოში ქართლის დედაზეა ლაპარაკი გაქრობაზე არც სწორი მიდგომა არ ქონდა და რო შეიქმნა მას თანხა უნდა რა თქმა უნდა აი დაუშვათ მე პირველ ადგილზე კოპერფინდს ვაყენებ როცა ამას ვლაპარაკობ თითქოს და კოპერფინდი აქაური ილუზიონისტების იმით ხელმძღვანელობდა ეს ხო სკაპარია კოპერფინდო ფრენა რო გააკეთა იქ ძალიან დიდი თანხა გამოიყო აი თმის ოდენა ეს ძაფივი კილის მასალა რომელიც ტონამდე უძლებს და ის არ ჩანს იმ ეფექტებში ამის ეს ჯინსებში გამოდის უფრო დაფინავს იმ აქ ქართლის დედაზე იყო ლაბორატორია არც ერთი არ აქვს აი რომ დავждეთ პროფესიონალები და რომ თქვა და დანარჩენი ისინი რასაც მე ვიტყვი როგორც აი ეს უფრო გაამართლა იქნებ პროექტი გაამართლოს აი შუქის ჩაქრობაო ეს კი ბატონო მაგრამ ეხლა ის მაკეტი ამხელა მაკეტი რო გააკეთო და მე რაღაცა არ არის სწორი თუნდაც აკაც ვიტყვი ეხლა რაღაც წლებში მაგრამ ჭიქა ხო გვინახია წყლის დასაჯევით დასაკეთე და აი ამის იმითაც შეიძლება და არა ვერტფრენა უნდა ჩამოუშვა ზევიდან ფარდა შავ იმ ფარდას ხარი საწეიღე სადააფრიალებ ჯერ გრთა ის გადავიდეთ მომდევნო შეკითხვას რა ხდის ვინმეს გმირად აი ეს კითხვა მე ომგამოვლილი კაცი ვარ რაღაცას მოაქვს ეს გმირობა თვითონ არც ფიქრობს ამაზე რომ გმირი გახდება გმირი ხდება ის ვინც თავგანწირებულია თავისი სიცოცხლეს რო წირავს თუნდაც რომ აი მაგალითი რა იყო აი ჩასმოგიდებული სახეები მართლა დაგვიყვანოს ყველა დგას მაგრამ ეს ერთი შევარდება შიგნით ან თვითონაც იღუპება და ვერ ჩოდის იმ სხვებს ან გამოყავს გმირობა ეხლა გმირობა საბჭოთა კავშირის გმირობა არ მომწონდა შრომის მიწოდება ერთს 8 ჰექტარს რო თოხნიდა და მეორეს არ შეეძლო იმდენ 2 ჰექტარს იმას გმირობას ანიჭებდნენ ესეთი გმირობა თავგანწირ ადამიანები შიგნით რაღაც პირველად ოდის ვიფიქრეთ რომ ცხოვრება ხანმოკლეა ვიცი ძალიან ისეთი კითხვაა ადამიანი ვინც შემოქმედია მოაზროვნეა მისთვის სიცოცხლე ყოველთვის ხანმოკლეა ვერ ასრულებს ბოლომდე ვერ წურავს თავის აი შინაგანი მას რაც აქ ჩაფიქრებული ვერ ასრულებს და ხანმოკლეა არ არის ყველაზე უზნობი რის გაკეთებას ადამიანს შეუძლია აი თუნდაც თქვენ რა არის ყველაზე უზნობი რისი გაკეთებას ადამიანს შეუძლია აი თუნდაც თქვენ მე მიმაჩნია სიკეთე აი ეს ბაქეთებაში რისი გაკეთება შეუძლია ვინმეს თქვენი ყურადღების მისაცემად ჩემი ყურადღების მე შემიძლია დავასახელე ადამიანი როცა აი რაღაცნაირად რო უყურებდა რომ ყურადღებას აქცევს ადამიანებს იხარჯება ადამიანისთვის მოკლედ განწყობილია ყოველნაირად უარყოფითი მისების გარეშე რისი დანახვა გიჭირთ გონებაში მიჭირს აი უმადურობის დანახვა ადამიანი როცა უმადურია ვერ ხედავს ვერაფერს ეს მაგაზიანებს კიდეც რას ელოდებით
რას ველოდები და ყოველთვის ველოდები და ღმერთს ვეხვეწები რომ სამთელსაც ვანთება მაგრამ ჩვენ საქართველოს ეშველოს ანტალიაში რომ დავიწყე გასტროლები ბიჭები უყურებდნენ და რა არის მეთქი და ეს მარშრუტებია როდის იქნება ჩვენთან რა იქნება მე ავტობანი იგებოდა იქო ბაკლასი ასეთი რაიონი იყო ბიჭები ესეც იქნება მე ისიც ერთმანეთს აი რაღაც ხოვიდა დღესაც აი ერთმანეთის ის არის მიდის რაღაც ხელების გადაგრიხვა რაღაც მაგრამ წინ მაინც მივდივართ მაინც არის წინს ეძახმები ხოთოლია ჰირს ჯილდოს რისკზე ჰირს ჯილდო რისკზე არა რატო რავი ჩემი აზრი ასეთ როგორია სიყვარული ეს კითხვა საერთოდ სადღეგრძელოებიც არის უსასრულო სიყვარული არის დედმამიშვილური ცოლქმრული მეგობრული და მიყვება ასე მაგრამ სიყვარული უნდა იყოს სუფთა აი უღალატო სიყვარული უნდა აი თუნდაც რო ავიღოთ ეხლა ცოლქმრული სიყვარული და რაღაც შედარებები ხო არის სიმონ ჩიკოვანის მეუღლე დაიბარა რომ მოუკვდებიო დამცვით და ფერფლად გადამაყარეთო სიმონის მოუკვდები და ფერფლად ადამიანის სიმღერაც არის ორი რასი სიყვარული ორი რასი დიდი კრწონაობა რომელია თქვენი საყვარელი მარტივი სიამოვნება ჩემი მარტივი სიამოვნება ჩემო მალხა ჩემო მეგობარო არის ყველაზე თუ რამეს ვაკეთებ ადამიანისთვის კარგს თუ ვეხმარები აი რაღაცნაირად აი თუ დამიჯერებ კიდე თუ ვაკეთებ ამას გამკეთებია ბევრი აი რაიმებში რომ დავდიოდი ავამყოფი ბავშვი გადამირჩენია ჩემი თამრი ჩემი დახმარებით და ახალ ქალაქში კიდე აი მასხოვარი ბავშვი დაწანწალებ და დავაფინანსე ის ვაჭრობა დავაწყებია ორმაგად მიბრუნდებოდა ეს ყველაფერი და სიამოვნებდა მე რომ ვინმეს ვეხმარებ და დღემდე ასე ვარ რა არის ყველაზე დიდი ტყუილი რომელიც ოდესღაც გეროდათ რომ სიმართლე იყო მე როგორ საბჭოთა კავშირში დაცხრები ადამიანი გაგარაში ბოლომდე ომში ვიყავ და იქ ნახე რომ აი რასაც ამბობდნენ ადამიანები ჩვენ მეგობრები ვარ ჩვენ სრულიად არ შეესაბამება იმიტომ ადამიანი ეხა ეროვნებას არ ვაყრ ადამიანზე მაკლაბარი ის რომ ჩადიოდა ასე საზიზღრუბებს ადამიანის მიმართ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მით უმეტეს როგორ მსახიობ ყველგან დავდიოდა და ყველგან სიყვარული იყო ყველგან გაქრა ეს უცებებს ფრაზა რომელსაც ხშირად იყენებთ მოიცა აი ეს მოიცა ბატონებია კომიკურ სიტუაციები თქვენს პროფესიაში აი გულისხმობ კურიოზებს ძალიან მე რომელიმეს ვერ გაიხსენებთ აი თუნდაც აი რომ გავიხსენებ ჩემ ჩაბარებას და მამაჩემს გავიხსენებ მაშინ რომ ჩავაბარებ მე და ჩემმა ძმა იურიდიულზე ჩააბარა მე ჩავაბარეს საცეკვებს საერთოდ ჩამოვედით ეხლა დედამ ორივეს მოგვიდოთ წაიკეტა მე მამაჩემმა სუფრა გამართა და მე სხვანაირად მიყურებდა ყოველთვის როგორც ფოკუსნიკი თუ ილუზიონისტი შენოსაც ჩააბარება ასე მე საერთოდ საესტრადოზე გახრაილი ილუზია მეთქით ეხლა გლეხიკაცი იყო და ეს ილუზია ფოკუსი ჰქონდა გაგონილი ილუზია რა მოხარჭული აი ეს კაცი ხوارი მეთქებო კიო ამას აქეთ ხوارი ეს კიდე მოხარი რომისად ამას ორად მოგაჩვენებმე შემომხედავ და ეცედი გააწია ჩემგან შორს აი შენ რასაც მომაჩვენებო ის შენ მიირთვიო და ეს აქეთ იყოს როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? ჩვეულებრივი დღე ჩემი არის როგორი იცით? ამ წლოვანებაში რომ ამ დღეები ხავას დავლევ მე რომ ვფიქრობ, ცუდი ფიქრი არ მომდის არასდროს რომ
აი ნეტა ასე იყოს, ნეტა ასე მოხდებოდეს, ნეტა ასეთი ცხოვრება იყოს და აი ამ ასეთი არის ჩემი დღე და მე მივდივარ მეგობრებში, იმაში და რაღაცით აი ასე გაგვაქვს დღე. ჩვენს ტელემაყურებლებს თქვენი შემოქმედება იბერტო. გაჩვენოთ და მოვიდეთ. და მოდით. მოგეხმარებით და და ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს თქვენი შემოქმედება ძალიან გთხოვთ. ყველაფერი ჩანს კარგად. ამას გავსაუბრეთ და გიტოთ დღეს იბერტო. Ese amor llega así de esta manera, no tiene la culpa, caballo de la sabana, porque muy despreciado, por eso lo que pregunto te da. Ese amor llega así de esta manera, no tiene la culpa, amor de comprenda, amor del pasado, venderé, bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así, bambolea, no tengo trabajando, eres posible, no te encuentro de verdad. Por esos días no cuento si de nada, los vimos en la calle, los pienso en ti. Bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así. Bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así. Porque mi vida yo la pretendí vivir así. Bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así. Bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así. Bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así. Bambolea, porque mi vida yo la pretendí vivir así. Bambolea, porque mi vida yo la pretendo vivir así.
დაიხარეთ. მეტი ძვირფასო ყელე მაყურებლებო, გემშვიდობებით, კეთილი სულებით, შეხვდებით მომავალ სამშაბათს. ნახვამდის.